მნიშვნელოვანია ის, რაც პილატეს თანდასწრებით მოხდება. ქრისტე მიიყვანეს პილატეს წინაშე. გახსოვთ, რომ იმ დღეს პასექის დღესასწაული იყო. ჩვეულების თანახმად, ამ დღეს ერთ პატიმარს ათავისუფლებდნენ. მოიყვანეს ბარაბა, რომელიც ხელფეხ შებორკილი იჯდა ციხის ჯურმულში. პილატეს იესოს გათავისუფლება უნდა, რადგან ხვდება, რომ ის წინააღმდეგ მხოლოდ ტყვილი ბრალდებებია წაყენებული. იგი მიმართავს ხალხს ამ ორიდან, რომელი გინდათ, რომ გავათავისუფლო ბარაბა თუ იესო. ხალხი იტყვის, გაათავისუფლე ბარაბა. ხალხს, რომელიც წინა დღეს, ბზობის დღეს, ოვაციებით შეხვდა იესოს, ახლა თითქოს ტვინი გადაუტრიალდა და უეცრად იგი ამბობს, გაათავისუფლე ბარაბა. ხალხი ღალატობს იესოს, მაგრამ ქვეშეცნებულად ხალხი მართალია. ხალხი წარმოადგენს კოლექტიურ არაცნობიერს და კოლექტიურ არაცნობიერში ძალიან ღრმა სიბრძნედებს. დევს ცოდნა იმ გზისა, რომელიც გასავლელი აქვს კაცობრიობას. და უეცად ეს ცოდნა არაცნობიერის სიღრმიდან ამოტივტივებული ათქმევინებს ხალხს გაათავისუფლე ბარაბა. რატომ? ბარ აბა ებრაულად ნიშნავს მამის ძეს. ბარ ეს არის ძე. პატარა იო ჯერ კიდევ თავის ჩენჩოში გამომწყდეული. ამ ხატს ვიყენებ, რადგანაც ბარ ნიშნავს ამასთანავე ხორბლის მარცვალს, როცა ქრისტე ამბობს, თუ პურის მარცვალი არ მოკვდება, ნაყოფს ვერ გამოიღებსო, ამით იგი იმასაც ამბობს, რომ თუ ძე არ მოკვდება, ნაყოფს ვერ გამოიღებს, ვინც ებრაული იცის, უნდა იგებდეს ამას. სიტყვა ბარ უმნიშვნელოვანესი სიტყვაა, იგი გასდევს მთელ ბიბლიას და რაც თავარია, ამ სიტყვით იწყება ბიბლია. ტრადიცია კი ამბობს, რომ ბიბლიის ეს პირველი სიტყვა მთელ ბიბლიას აჯამებს. ეს სიტყვა ბერეშით აღნიშნავს არა დასაწყის, არამედ საწყის, რომელიც მკვიდრობს ადამიანში დღევანდელ დღესაც. იგი შეიძლება ვთარგმნოთ ასევე როგორც ბარ ეშით, ანუ ძეს ვდებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი დებს ძეს თითოეული ჩვენგანის გულის გულში და სწორედ ეს არის ცხოვრების საწყისი, ჩვენი არსების საწყისი. მაგრამ ეს ძე ჩვენში გამომწყდეულია როგორც მარცვალი თავის ჩენჩოში. სწორედ ამას განასახიერებს მამის ძე ბარაბა, რომელიც ციხის ჟურღმულშია ხელფეხ შებორკილი. ამიტომ მართებულია ხალხის მოთხოვნა, გაათავისუფლე ბარაბა. როგორი შემძვრელია სიტყვები, გაათავისუფლე ბარაბა. და იესო დაიკავებს ბარაბას ადგილს. იგი გამოივლის პურის მარცვლის განთავისუფლების გზას. გაამათრახებენ, როგორც ლეწავენ ხორბალს მიწაში ჩათესვამდე. გახდიან სამოს და მე თქვენც იცით, რაც მოხდა ამ დროს. სრულიად შემაძწუნებელია. ბოლოს იესო ადის ჯვარზე. ჯვარზე ბევრი რამ მოხდება, უაღრესად მნიშვნელოვანი. მაგრამ რა კი ვჩქარობთ, მხოლოდ ერთ ფაქტზე შევაჩერებთ ყურადღებას. ჯვარზე გაკრული ქრისტე მარიამს მიმართავს. დედაკაცო, აჰა შენი ძე და მიუთითებს იოანეზე, ხოლო იოანეს ეტყვის, აჰა დედაი შენი. აქ ჩვენ წინაშე არა ბიოლოგიური ძე, არამედ განთავისუფლებული ბარ, რომელიც ხდება ბენ, ან რომელიც ხდება ძე კაცისა. გასაგებია თუ არა ახლა რას ვამბობ? არა, არ გესმით რას ვამბობ? დავაზუსტებ, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება. როცა ვადარებ, მე კი არა, ბიბლია სახარება ადარებს ძეს ხორბლის მარცვალს, ეს ძე ჩვენში ისევეა გამომწყდეული, როგორც ხორბლის მარცვალი თავის ჩენჩოში. და როგორც გუშინ აღვნიშნეთ, სწორედ ეს განაპირობებს კაცობრიობის უნაყოფობას. ქრისტე ბარაბას ადგილზე დადგება და მას გაშოლტავენ ისე, როგორც ლეწავენ ხორბლის მარცვალს გასათავისუფლებლად. ახლა უფრო ნათელია? ძალიან კარგია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ადის ჯვარზე. ჯვარი ცხადია სიმბოლოა ჩვენი გარდაქმნისა, ჩვენი გარდასვლისა, ცნობიერების ერთი შრიდან მეორე შრეზე, ჩვენი არსების ვერტიკალიზაციისა, ანუ ცნობიერების ერთი შრის გამოვლას, შემდეგ მის დატოვებას და მომდევნო შრეზე ასვლას და ასე შემდეგ უზენაეს საფეხურამდე. აქ უზენაესი საფეხურია და ამ დროს იესო ეუბნება დედამისს, აი შენი ძე და ძეს, აი დედა შენი. ჩვენ წინაშეა გათავისუფლებული კაცის ძე.
კაცის ძე, რომელიც არ არის ქალის ძე, ქრისტემ კაფიოდ განასხვავებს ამ მორს ერთმანეთისგან. იგი იოანეთ ნათლისმცემელზე ამბობს, რომ ის ყველაზე დიდია ქალის ძეთა შორის, თავის თავს კი ყოველთვის კაცის ძეს უწოდებს. კაცის ძე შინაგანი ძეა, რომელიც იზრდება არსების შიგნით. და ჩვენ ვხედავთ წმინდა იოანეს, რომელიც გახდა კაცის ძე, რომელიც შევიდა თავის ღვთაებრივ განზომილებაში, ძალიან შემძვრელია იოანეს პიროვნება. კაცის ძე აღორძინება, კაცის ძის აღორძინება შესაძლებელია იმიტომ, რომ ქრისტე ჩადის ქვესკნელში და ათავისუფლებს კაცობრიობას, არა მხოლოდ ქრისტიანებს, მეგობრებო, არამედ მთელ კაცობრიობას. ქრისტე არის უჟამო მე ვარ, რომელიც მიღმა ყოველგვარი კატეგორიისა. ფიქრობ ეს გაცვლა, რომელიც ჯვართან ხდება, უაღრესად საგულისხმოა, რადგანაც აქ აშკარავდება ბარაბა. ქრისტემ თავის თავზე აიღო კაცის ძის პასუხისგებლობა. ის ათავისუფლებს კაცის ძეს, რომელიც დაპატიმრებულია შინაგან არსებაში, იმის გამო, რომ ადამიანი მთლიანად გარე სამყაროსკენაა მიქცეული, გარე სამყარო ატყუებს და მთლიანად შთანთქავს მას. რაზე ვსაუბრობთ მე და პაუზი გუშინდან მოკიდებული, თუ არა ამ შემოbrunებაზე პიროვნული სიღრმისკენ, რათა შევძლოთ ამ მართვის განთავისუფლება და ცნობადი სხის აღორძინება. სწორედ ეს ხდება ჯვარზე. ჯვარი მართლაც ცნობადი სხეა და იესო არის ამ ხის ნაყოფი. უჟამო მე ვარ, ანუ იგივე იოდევავე თითოეული ჩვენგანისთვის და ის ჩადის ქვესკნელში. მინდოდა მარიამ ღვთისმშობელზეც გვესაუბრა, მაგრამ სამწუხაროდ ამ თემაზე ვეღარ ვისაუბრებთ, რადგანაც ის დიდ ჩაღრმავებას მოითხოვს და ამის დრო აღარ გვრჩება. უბრალოდ აღნიშნავთ, რომ მარიამ ღვთისმშობელის თავის ძესთან ერთად ჩადის ქვესკნელში. სრულიად გულიშემძვრელია მარიამ ღვთისმშობლის სახე. სხვათა შორის დიდებულად და გასაოცრად საუბრობს მასზე ყურანი. ჩადის ქრისტე ქვესკნელში და რა ხდება იქ? ამაზე დუმს სახარება. Tua mandua si